მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და მონატრებულებო. დღეს გავაკეთოთ ესეთი გემრიელი მწარე აჯიკა წვნიანი. ამისათვის დაგჭირდება 1 კილოგრამი ბულგარული წითელი წიწაკა, რომელსაც გავრეცხავთ და ესე როგორც ხედავთ ვიდეოში, გამოვაცალოთ თავისი თესლები, ანუ ეს წიწაკის თესლებს რო ხედავთ და თუ აქვს ძარღვე, ესე იგი ძაფი შიგნითაც, აი ისიც მოვაცალოთ. აი აქ ნახეთ, შემხვდა მე ძარღვი და მოვაცალე. აი ესე გავასუფთავოთ ყველა წიწაკა და ეხლა შევუდგეთ მწარე წიწაკის გასუფთავებას გულისხმობ, რომ გაარეცხოთ და მოაშოროთ ზემოდან ყუნწი, თორემ თვითონ მწარე წიწაკას დაუტოვოთ თესლების შიგნით. ეხლა მე ამ 1 კილო წიწაკაზე დამჭირდა 4 ცალი მწარე წიწაკა. როგორც ხედავთ, გავჭერი მწარე წიწაკა შუაზე და თვითონ აი თესლებს უტოვებ. შემდეგ დაგჭირდება აგრეთვე ნიორი. ნიორი არის ჩემო ძვირფასებო 15 კბილი ნიორი, ანუ 50 გრამი. ეხლა ეს ყველა ინგრედიენტი, წითელი ტკბილი ბულგარული წიწაკაც, ნიორიც და მწარე წიწაკაც, ყველაფერი დავაბლენდეროთ. თქვენ თუ გაქვთ ხორცის საკები მანქანა, უკეთესია გაატაროთ ხორცის მანქანაში. თუ არა და ესე როგორც მე ხედავთ, ბლენდერში დააბლენდერეთ. მოკლედ ვერ წარმოიდგეთ ჩემო ძვირფასებო რა არომატი გაუშვა ბულგარულმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ აჯიკა დასრულებული არ არის. აი ხა დავიწყოთ მწარე წიწაკის გატარება. მე რა თქმა უნდა აქ მაქვს ცოტა რაოდენობა და ხელი არ დამიწვა მწარე წიწაკამ. თქვენ თუ გსურთ დიდი რაოდენობით მომზადება, აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანი, რომ კანი არ დაგწვათ მწარე წიწაკამ. აი ხა ეს ბლენდერში დავაბლენდეროთ მწარე წიწაკაც და ნიორიც და ეს ყველაფერი შევურიოთ წითელ ბულგარულს. აი ხედავთ, რომ ურავთ ყველაფერს ერთად, ყველა ინგრედიენტს. ღმერთო რა არომატებით დგას, ვერ წარმოიდგენთ მართლა. ეხლა დაგჭირდება აგრეთვე ჩვენ 2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი და 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი. აი ესეც გადაურიოთ ყველაფერი ერთად და ჩვენი აჯიკაც, ჩემო ლამაზებო, მზად არის. ხო, რაც მთავარი არ დაგავიწყდეთ, მე გამოვიყენე 2 ჩაის კოვზი მარილი. სხვათა შორის მარილი უხდება, რაც მეც უზამთ, უფრო დიდხანს შეინახება აჯიკა. ეხლა ეს ჩვენი აჯიკა დავაყოვნოთ 2 დღე მაცივარში, რომ გაუჯდეს ყველა არომატი ერთმანეთს და 2 დღის შემდეგ შეგიძლიათ თავისუფლად გადაიტანოთ ქილებში, მაგრამ ისევ შეინახეთ მაცივარში, იმიტომ რომ არანაირი დანამატი ჩვენს აჯიკას არ აქვს. იმედია მოგეწონათ ვიდეო, გემშვიდობებით.